საბჭოთა კავშირის ხსენებისას ადამიანების უმრავლესობას 3 კაპიკიანი გაზეთი და 30 კაპიკიანი ბენზინის ნოსტალგიები ახსენდებათ. ავტომოყვარულებს კი ჩვენ და სამწუხაროდ ჟიგული, მოსკვიჩი და ვოლგა გვახსენდება. სამწუხაროდ ალბათ მათთვის, ვისაც ბავშვობიდან ფერარი, ლამბო და პორშე უყვარს, თორემ არსებობენ ისეთი ავტომოყვარულები, რომლებსაც VAZ 2101 დღემდე ძალიან მოსწონთ. ის იგივეა, რომ ერთად იდგნენ ელიზაბეთ ჰარლი, ანჯელინა ჯოლი, დემი მური, ალა პუგაჩოვა და თქვენი რჩეული, ყველაფრის და მიუხედავად მაინც ქალბატონი ალა. რაც არ უნდა ერთფეროვნება და სიბნელე იყოს, ნათელი გონება ყოველთვის არსებობს, უბრალოდ მას თავისუფლება სჭირდება. საბჭოთა კავშირი რბილად რომ თქვათ, თავისუფლების დიდი მეხუთმე არ იყო. ამიტომ მის წიაღში ბევრი ნათელი გონება ისე ჩარჩა, რომ მზის სინათლე არც კი უნახავს. მაშასე ამხანებო, თქვენს წინაშე საბჭოთა სუპერკარებია, რომელთა შესახებაც შეიძლება პირველად გესმით. ამ ვიდეოს დანიშნულება მხოლოდ გასაიდუმლოებული, ჯერ არ გაგონილი ამბების გასაჯოროება კი არა, არამედ იმ განსხვავების ჩვენება, რაც საბჭოთა და სხვა დანარჩენ სუპერკარებს შორის ყოველთვის არსებობდა. ZIS 101 ასპორტი. ომამდე პერიოდში ZIS 101 მოდელს საკმაოდ იშვიათად შეხვდებოდით, რადგან მისი დანიშნულება მაღალი თანამდებობის პირების მომსახურება იყო. თუმცა მომავალში ეს მოდელი სპორტული როუდსტერის შთაგონება გახდა. 1929 წელს საბჭოთა კავშირისთვის უჩვეულო ZIS 101 ასპორტი გამოჩნდა, რომლის სიგრძე თითქმის 6 მეტრს აღწევდა და წონა 2.5 ტონას აღემატებოდა. ამ ბოლო მაჩვენებლებს თუ დააკვირდებით, მე მგონი უკვე გასაგებია თუ როგორ სპორტულ მანქანასთან გვექნებოდა საქმე. უფრო მეტი სიზუსტისთვის გეტყვით, რომ მაგალითისთვის GAZ 43 2900 კილოგრამი იყო. დანარჩენს თქვენს მიხვდებით, თუ რაოდენ მანევრირებადი იქნებოდა ZIS 101 ასპორტი. ZIS-ის 5.8 ლიტრიანი ძრავა 6.1 ლიტრამდე გაზრდეს და 2 კარბურატორით აღჭურვეს. გაზრდილი კომპრესიების დახმარებით 90 ცხენის ძალის მაგივრად უკვე 141 მიიღეს. ალბათ ბევრი ფიქრებს, რომ საბჭოელებმა თითქმის გააორმაგეს ძალა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ 1940 წელს მაზერატის CL Roadster-ი არსებობდა, რომელსაც 420 ცხენის ძალა გააჩნდა და სულ რაღაც 780 კილოგრამს იწონიდა. ZIS 101 ასპორტის შემქმნელებმა ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარედ 180 კმ/სთ იწინასწარმეტყველეს, თუმცა ბევრი ტესტის შემდეგ 164 კმ/სთ-ზე მეტი ვერ დააფიქსირეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აღნიშნული პროექტი თვით იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინმა დაამტკიცა. თუმცა ამ ამბის მერე ავტომობილის კვალი იკარგება. არსებობს მოსაზრება, რომ ის რომელიღაც ქარხნის უკან დგას და სულ მალე მეშომპალად გადაიქცევა. ZIS 112, ტაში ამხანაგებო, რა თქმა უნდა ტაში. ZIS, завод именно Сталина. За родину за Сталина! მიუხედავად დიდი სახელისა, აღნიშნულ ქარხანას ოცნების ავტომობილი მაინც არ ყავდა შექმნილი. ZIS 101-ის დამტკიცების მიუხედავად, ავტოქარხანას მაინც სჭირდებოდა სპორტული მოდელი, რომლითაც მთელი რესპუბლიკა იამაღებდა. 1951 წელს ნამდვილად ფუტურისტული დიზაინის ავტომობილი გამოჩნდა, რომელიც ორ ფერში იყო შეღებილი. ციკლოპივით ერთი თვალი და ავიაგამანადგურებლის მსგავსი ცხაურა ჰქონდა. თქვენ გონიათ, რომ შესაფერისი სახელი შეურჩიეს? არა ამხანაგებო, არა, მას ZIS 112 დაარქვეს. დაარქმევდნენ იზდერა კომენდატორეს და მერე ვნახავდით, რაც მოხდებოდა. 112-ს თითქმის იმავე მოცულობის ძრავა ჰქონდა, რაც ZIS 101 ასპორტს, თუმცა 6 ლიტრიანი ძრავა ამჯერად 8 ცილინდრიანი იყო. აღნიშნულ აგრეგატს მოდიფიცირებები ჩაუტარეს და მისი ყველაზე მძლავრი ვერსია 192 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
ZIS-112-ის პირველი ვერსია 2500 კილოგრამს იწონიდა და 194 კმ/სთ-ს ავითარებდა. თუმცა ინჟინრები მალევე მიხვდნენ, რომ წონის შემცირება აუცილებელი იყო. ავტომობილმა სიგრძეშიც და სიგანეშიც მოიკლო. ამ ყველაფერმა წონის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, რის გამოც მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ შეადგენდა. თითქმის მთელ რესპუბლიკას ეგონა, რომ გიჟური სუპერკარი შექმნეს და ZIS-112 მინსკში წრიული რბოლის სტარტზე გამოიყვანეს. რბოლის დაწყებიდან მალევე გასაგები გახდა, რომ ამ გაბარიტების და წონის მქონე ავტომობილი უბრალოდ ვერ უხვევდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ძრავის განყოფილება იმდენად დიდი და დახურული იყო, რომ მთელი სიმხურვალე სალონში შემოდიოდა. ამის გამო სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელი იყო, როგორც საბჭოთა კავშირში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს პროექტით ფულწლებზე დარჩა და ძველი არქივის ზედა თაროზე შემოდეს. ბოლოს შეგახსენებთ, რომ 50-იან წლებში ოცნების სუპერკარი Mercedes Galvingi იყო, რომელსაც 3 ლიტრიანი ძრავიდან 253 ცხენის ძალა ჰქონდა ამოღებული. ინოვაციური კარები ჰქონდა და საწვავის მიწოდების სისტემა პირველად იყო ინჟექტორული. და კომენტარი და რაც ყველაზე მთავარია გამოიწერე გაზ ტორპედო ტაში ამხანაგებო ტაში ამდენი კრახის შემდეგ საბჭოთა ავტოინჟინრები როგორც იქნა მიხვდნენ, რომ სპორტული ავტომობილისთვის დაბალი წონა გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. გაზ ტორპედო აღმოჩნდა ის მოდელი, რომელშიც ავიატექნოლოგია პირველად გამოიყენეს. მისი ძარა ალუმინის და დურალუმინის დეტალებისგან იყო დამზადებული, ხოლო აეროდინამიკისთვის ისე იყო გაბრიალებული, როგორც ნამდვილი ავიაგამანადგურებელი. გაზ ტორპედოს წონა 1100 კილოგრამს შეადგენდა, რაც სავსებით მისაღები იყო. ეს ავტომობილი თავის სახელს ნამდვილად ამართლებდა. მისი ფორმა სასიკვდილო ტორპედოს ძალიან ჰგავდა. თუმცა აქ არის ერთი მაგრამ. სად გინახავთ ნელი ტორპედო? გაზ ტორპედოში 4 ცილინდრიანი 105 ცხენის ძალიანი ძრავა ჩადგეს, რომელიც 165 კმ/სთ-ზე მეც ვერ ავითარებდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ავტომობილი დაამსუბუქეს. აეროდინამიკური ფორმა მისცეს და რისთვის? იმისთვის, რომ 165 კმ/სთ-ზე მეტის მიღწევა ვერ შესლებოდა? ჩვენი აზრით ცოტა ირონიულია, მაგრამ ასე ხდება, როდესაც სპორტული მანქანების დიზაინერების და ინჟინრების უმეტესობას იჭერ ხვრეთ ან გადასახლებაში აგზავნი. გაზ ტორპედო 50-იანებში შეიქმნა. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ 50-იანებში ბრიტანელებს იაგუარ D ტაიპი ჰყავდათ, რომელიც 850 კილოგრამს იწონიდა და 100-მდე 5.5 წამში ჩქარდებოდა. გასაგებია. აბედა სპორტი! ტაში ამხანაგებო, ტაში არ მესმის! საბაზისო მოდელის სპორტული ვერსია ავტოწარმოებაში ყოველთვის გვხვდებოდა. მაგრამ გაგიკვირდება და პაბედასაც კი ჰქონდა სპორტული ვერსია, რომელსაც პაბედა სპორტი ერქვა. ეს პირველი საბჭოური სპორტული ავტომობილი იყო, რომელიც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არ ყოფილა წარმოდგენილი. 50-იან წლებში პაბედა სპორტის 5 ეგზემპლარი არსებობდა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. ავტომობილის ძარა იმავე ავიატექნოლოგიებით იყო დამზადებული, როგორც გაზ ტორპედო, თუმცა წონა 100 კილოგრამით მაინც გაიზარდა. ძრავიც იგივე ჰქონდა, უბრალოდ კარბურატორი უფრო ძლიერი დააყენეს. თითო ცილინდრზე 2 აალების სანთელი გააჩნდა და ძრავის კომპრესია უფრო გაიზარდა. მიუხედავად ყველაფრისა, ავტომობილს მაინც 105 ცხენის ძალა ჰქონდა. ალბათ 50-იანების საბჭოთა კავშირში 105 ცხენის ძალა უმაღლესი თამასა იყო. ხო, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პაბედა სპორტზე ინჟინრებს ექსპერიმენტალური იდეები ჰქონდათ, რადგან მათ მეორე მსოფლიო ომის შედეგად ხელში ევროპული ტექნოლოგიები ჩაუვარდათ. თუმცა 1951 წელს კრემლში კანონი მიიღეს, რომელიც საბჭოთა კავშირის საზღვრებს შიგნით სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების გამოყენებას კრძალავდა.
ახია ჩემზე, ახია ჩემზე. ეს ფრაზა კუკარაჩას მაგივრად ერთ რიგით საბჭოელს რომ ეთქვა, უფრო მართებული იქნებოდა. ამ კანონის გამო ავტოინჟინრებმა ვერც პაბედა სპორტით შემოგთავაზეს რამე ახალი. ერთადერთი რითაც ამაყობდნენ იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნული ავტომობილი 1950, 1955 და 1956 წლებში საბჭოთა კავშირის საავტომობილო რბოლების ჩემპიონი გახდა. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამ ჩემპიონატში მხოლოდ საბჭოური ავტომობილები მონაწილეობდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა თუ ამ რბოლებში 50-იანი წლების ურჩხული 12 ცილინდრიანი ფერარი 250 ბერლინეტა მიიღებდა მონაწილეობას. წარმოიდგინეთ უბრალოდ. გასპორტ SG4, ტაში ამხანაგებო, ტაში! პაბედა სპორტის გამარჯვება ერთგვარი სტიმული გახდა მათთვის, ვინც იმ დროში საბჭოთა ავტოწარმოებაში იყო ჩართული. შესაბამისად, გაჩნდა იმის სურვილი, რომ სპორტული მანქანები უფრო დახვეწილი, მართვადი და სწრაფი ყოფილიყო. ამ იდეის კვალდაკვალ გასპორტ SG4 შეიქმნა. პირველი შეხედვით ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, რადგან ეს იყო ღია ძარიანი ავტომობილი, რომელსაც სიმძიმის ცენტრი საკმაოდ დაბლა ჰქონდა და მსუბუქიც იყო. ამ ღია ძარიან ავტომობილში გაზ 21-ის ძრავას იყენებდნენ, რომლის მოცულობაც 2.4 ლიტრი იყო. ელექტრონული მართვადი ინჟექტორების მეშვეობით 90 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 190 კმ/სთ უტოლდებოდა. ამ ავტომობილით გამოჩნდა, რომ საბჭოთა ავტოინჟინრებმა გამოცდილების დაგროვება დაიწყეს და მიხვდნენ, რომ ისეთ ნიუანსებს, როგორიც ავტომობილის წონა, სიმძიმის ცენტრი და აეროდინამიკა იყო, უდიდესი როლი ჰქონდა სპორტული ავტომობილის შექმნისას. თუმცა ერთი მაინც გამორჩათ. შედალოცვილო. 2500 კილოგრამიან ზის 112-ში 8 ცილინდრიან ძრავას ათავსებ. ახლა ძლივს ერთი რაღაც ნორმალური გამოგივიდა და იმაში დებ 21 ძრავას? გაგიჩება შეიძლება სხვა არაფერი, რაც კიდე ისკენით, მაინც არ გეშველება. არ დაგვავიწყდეს, რომ იმ პერიოდში საბჭოთა საავტომობილო ჩემპიონატებში მხოლოდ საბჭოთა ავტომობილები იღებდნენ მონაწილეობას. რევოლუციური გასპორტი კი სხვებზე ჩქარი აღმოჩნდა და ჩემპიონიც გახდა. ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან საბჭოთა პოლიტიკური მანქანა ამუშავდა, რომელიც რევოლუციური ავტომობილების წინააღმდეგი იყო. მას სურდა, რომ შიდა ჩემპიონატში მხოლოდ რეგულარული მანქანები ყოფილიყო. ამ მიზეზით 60-იან წლებში საბჭოთა სუპერკარების კლასი გაუქმდა და იმ დროისთვის ყველა არსებული გასპორტ SG4 ბრძანების გამო ჩამოიწერა. აქვე გეტყვით, რომ 60-იანი წლების დასაწყისში მსოფლიომ ლეგენდარული AC Cobra იხილა. მას შემდეგ კომპანიამ გადარჩენისთვის უდიდესი და ურთულესი გზა გაიარა, თუმცა მისი ჩამოწერა ან გაუქმება აზრად არავის მოსვლია. ის დღემდე იწარმოება და კლასიკურ სპორტულ ავტომობილებში ერთ-ერთი ლიდერია. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ კრისტალ ავტოს YouTube არხი. პანგოლინა. ცოტა ხნით ომის შემდგომ პერიოდს თავი გავანებოთ და შედარებით თანამედროვე დროში გადავინაცვლოთ. 80-90-იანი წლები საბჭოთა კავშირის დასუსტების და გრევის ჟამი იყო. თუმცა ავტოწარმოებაში დროის ამ პერიოდს თამამად შეგვიძლია თვითნაკეთი ავტომობილების ერა შევარკვათ. რა თქმა უნდა, დიდი აკრძალვები ამ დროშიც უამრავი იყო, თუმცა საავტომობილო დიზაინმა წინ წაიწია და ამ საქმის მოყვარული ავტომობილისტიც არაერთი გაჩნდა. ასეთი ინჟინერი იყო ალექსანდრე კულიგინი, რომელიც მანქანების დიზაინით და ინოვაციური იდეებით უფრო იყო შეპყრობილი ვიდრე საკვანძო აგრეგატებით. მან მტაცებლური ვიზუალი შექმნა, რომელიც ლამბორგინისას წააგავდა, ხოლო მასში VAZ 2101-ის ძრავა მოთავსდა და ავტომობილს პანგოლინა უწოდა. მოდელს ელექტროკარები ჰქონდა, რომელიც გაღებისას მაღლა ადიოდა. მისი ძარა ფიბერით იყო შექმნილი და საკმაოდ მსუბუქი იყო.
გულიგინმა უკანა ხედვის სარკეები, ეგრეთ წოდებული პერისკოპით შეცვალა. წონის გადანაწილების გამო პანგოლინას ძრავა იმდენად შიგნით დაამონტაჟეს, რომ მასზე წვდომა ინტერიერიდანაც შეიძლებოდა. გულიგინმა თავისი იდეები ახაც გამოიყენა და ტორპედომ მოძრავი გახდა. თან ეს ყველაფერი ელექტრონულად იმართებოდა. ავტომობილის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. რის გამოც 1985 წელს პანგოლინამ ბულგარეთში გამართულ ავტოგამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად 62 ცხენის ძალისა, მანქანას 180 კმ/სთ-მდე მიღწევა მაინც შეეძლო. თუმცა 80-იან წლებში 180 კმ/სთ-დან მსუბუქი წონა არავის უყვირდა. ამ დროს ხომ ლამბორგინი კუნტაჩი უკვე 6 წლის გამოსული იყო და მას 12 ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. ეს უკანასკნელი 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 290 კმ/სთ აღწევდა. მოსკვიჩი 2141 KR 80-იანი წლების ბეჯგუფი ყველა ავტომოყვარულმა იცის. ეს ლეგენდარული დისციპლინა იმდენად მოკლე დროში განვითარდა, რომ მრბოლელები და კონსტრუქტორები ვერ აყვნენ. დიდი დაინტერესების გამო ამ დისციპლინაში ასპარეზობა ყველა მწარმოებელს სურდა. ეს პრესტიჟის საქმე იყო. არც საბჭოთა ავტოენთუზიასტები ჩამორჩნენ სხვებს და ბეჯგუფის მონსტრის შექმნაც დაიწყეს. 80-90-იანი წლების ბავშვებს კარგად გემახსოვრებათ თანამედროვე მოსკვიჩი, რომელსაც ხშირად რენო მოსკვიჩად მოიხსენიებდნენ, ან უბრალოდ ალეკოთ. დიახ, ალეკოთ, ხო, არ მოგესმათ. რადგან იმ ქარხანას, სადაც რენო მოსკვიჩი იწარმოებოდა, ლადა ალეკო ერქვა. ერთი წამი წარმოიდგინეთ, რენო მოსკვიჩი და ვინმე ალეკო. რალის ბეჯგუფში არი ვატანენის პეჟო 205 ტურბოს რომ უწევს კონკურენციას. როგორ ფიქრობთ, გამოვიდოდა ის, რაც საბჭოთა ავტოინჟინრებს უნდოდათ? რაიცი. აღნიშნული პროექტი ბეჯგუფის ურჩხულების კვალ-დაკვალ დაიწყეს. ძრავა უკან გადაიტანეს, მას ვებერის კარბურატორები დაუმატეს და 1.6 ლიტრიანი აგრეგატის მოცულობა 2 ლიტრამდე გაზარდეს. ინჟინრები მალევე მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ბეჯგუფში სასაცილო იქნებოდა და ძრავას ტურბო დაუყენეს. ვაშა ამხანაგებო, ვაშა. თუმცა ვისაც იმედი მოგეცათ გეტყვით, რომ 175 ცხენის ძალაზე მეტი ვერ გამოვიდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ავტომობილს სამოხრუჭე სისტემაც გაუძლიერეს. მისი წონა 900 კილოგრამში ადგენდა, თუმცა მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 200 კმ/სთ აღწევდა. ვინც ბეჯგუფს კარგად იცნობს, ის მიხვდება, რომ მსგავსი მონაცემების ბოლიდი ვერაფერს გახდებოდა. ამ ყველაფერს საბჭოთა ინჟინრებიც მიხვდნენ და მოსკვიჩის პროექტი C ჯგუფისთვის გაამზადეს, რომელიც ბეჯგუფის ალტერნატივა უნდა გამხდარიყო. თუმცა ბეჯგუფის ისტორია სოფლიო რალიში ისე დამთავრდა, რომ არც C ჯგუფი უნახავს ვინმეს და არც ჩვენი მოსკვიჩი 21-42 KR. ბოლოს შეგახსენებთ, რომ 175 ცხენის ძალიან და 900 კილოგრამიან მანქანას კონკურენცია უნდა გაეწია იმავე 900 კილოგრამიანი ლანჩია დელტა S4-ისთვის, რომელსაც 500-ზე მეტი ცხენის ძალა ჰქონდა. ეცი. ლადა სამარა ევა. მოსკვიჩ 21-42 KR-ის ეპოქაში საბჭოთა კავშირის ავტოინჟინრები ბეჯგუფისთვის მეორე მანქანის შექმნაზე რომ დაიწყებენ ფიქრს. ეს უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი, ცოტა უჩვეულო ხომ არა 80-იან წლებში საბჭოთა კავშირისგან ბეჯგუფისთვის ერთდროულად 2 რაკეტის შექმნა. კარგი. 1984 წელს VAZ-21 ბაზაზე ლადა სამარა ევა შექმნეს. ავტომობილს სტანდარტული მოდელისგან ძარის მხოლოდ შუა ნაწილის ჩონჩხი ერგო. დანარჩენი ყველაფერი ისეთი ჰქონდა, როგორც რალის ნამდვილ ბოლით შეეფარებოდა. ფიბერის ძარა, რომელიც ზუსტად ისე იყო რკინის კონსტრუქციაზე აწყობილი, როგორც Peugeot 205 ტურბოზე.
წონის უკეთესი განაწილებისთვის ძრავად ზარის ცენტრში მოათავსეს. ავტომობილი 900 კილოგრამს იწონიდა და ძრავის მოცულობა 1.9-მდე გაიზარდა. ამ აგრეგატს 2 გამანაწილებელი ლილვი და ბოშის თანამედროვე ბენზინის შეფრქვევის სისტემა ჰქონდა. ამ ყველაფერმა 270 ცხენის ძალა და 353 ნიუტონი განაპირობა. ეს უკვე რაღაცას გავდა, თუმცა იმ პერიოდში ბეჯგუფის მანქანები მინიმუმ 2-ჯერ ძლიერები და ჩქარები იყვნენ. ევას სიჩქარეს კიდევ ერთი რამ უშლიდა ხელს. ის მხოლოდ უკანა წამყვანი იყო. იმ შემთხვევაში თუ ის ბეჯგუფში მოხვდებოდა, ძალიან გაუჭირდებოდა 4-ვე ამძრავიან აუდებთან, პეჟოებთან და ლანჩიებთან პაექრობა. 1 წლის შემდეგ 4-ვე ამძრავიანი სამარა ევა ვიხილეთ, რომელსაც 350 ცხენის ძალა ჰქონდა. ეს მოდელი C-ჯგუფისთვის შექმნეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ აღნიშნული ჯგუფი უფრო უკომპრომისო იქნებოდა ვიდრე B-ჯგუფი. თუმცა სამწუხაროდ 1987 წლიდან არც ერთი ჯგუფი აღარ არსებობდა და ამ ყველაფრის მიზეზი B-ჯგუფში უამრავი მსხვერპლით დასრულებული ავარია იყო. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ევა ლიეტვის დედაქალაქ ვილნიუსში იწყებოდა. ამიტომ მისი სახელი ვიღაც ბოლშევიკის საყვარლის პატივსაცემად შერქმეული არ გეგონოთ. ევა ვილნიუსის ექსპერიმენტალურ ავტოქარხანას აღნიშნავდა. 1984-1986 წლებში სულ 4 ერთეული შეიქმნა. აქედან 2 უკანა წამყვანი და 2-ც 4-ვე წამყვანი. პირველი 2 მოდელი ახლაც სტასის ბრუნძას ხავს. ადამიანს, რომელმაც ევას პროექტში დიდი წვლილი შეიტანა. თვითონ ბრუნძა პროფესიონალი მრბოლელი იყო და ლადა სამარა ევას პირველი გატესტვის პატივი მას ერგო. ეს 1987 წელს ფინეთის ლეგენდარულ რალიზე მოხდა. ეს იყო დღე, როდესაც ევას თავისი შესაძლებლობები რეალურად უნდა ეჩვენებინა. ადგილზე მისული რალის კომაგები, სხვადასხვა კონსტრუქტორები, ინჟინრები თუ სხვები დიდი ინტერესით ელოდნენ თუ როგორი ფრენდა იგი ფინეთის ჩქაროსნულ რალის მონაკვეთებზე. ჩვენ ძალიან იშვიათ კადრს გთავაზობთ, სადაც ნათლად ჩანს, რა მოლოდინი ჰქონდა ყველას და სინამდვილეში როგორი არა ევამ. აგერ ბატონო. ეს კი იგივე რალია. უბრალოდ ავტომობილი Audi Quattro S1-ია, ხოლო მის საჭესთან ლეგენდარული ჩემპიონი ვოლტერ რიორლია. განსხვავება იმდენად დიდია, რომ მას ყველაში ამჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ლადა სამარა ევა საბჭოთა კავშირის უმაღლესი სარბოლო ავტომობილის თამასას წარმოადგენდა, მაინც ვერსად ვერ აჩვენა თავისი თავი. იგი უბრალოდ ვერ შედგა. ხო, ჩვენი სიიდან რომელია თქვენთვის საუკეთესო მოდელი? დაგვიწერეთ კომენტარებში.